საკადრო ცვლილებები მთავრობაში. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იყოფა და ცალ-ცალკე უწყებებად ყალიბდება. ამის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტი 15-18 აპრილს განიხილავს. როგორც ქვეყნის პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა, რეგიონული განვითარების მინისტრის პოზიციას გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებს, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა. ინფრასტრუქტურის მინისტრის პოზიციაზე კი ირაკლი ქარსელაძე რჩება. სუსის უფროსის პირველი პირი ანრი ოხანაშვილი იქნება. იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე კი პაატა სალია იმუშავებს, რომელმაც საკანონმდებლო ორგანო და მთავრობაში უნდა გადაინაცვლოს. აღმაშენებლისა და ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე ფაბრიკის წინ მდებარე განაშენიანებულ წრეში არსებული საათი ხანგრძლივი ინტერვალის შემდეგ ამოქმედდა. მისი შეკეთება კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურმა უზრუნველყო. როგორც სამსახურის უფროსმა ოლეგ შველიძემ სატელეფონო კომუნიკაციისას გვითხრა, შეძენილ იქნა სრულიად ახალი მექანიზმი, რომლის სამონტაჟო სამუშაოები ასევე მისი სამსახურის თანამშრომლებმა შეასრულეს. ქუჩის მთავარი საათი რამდენიმე დღის წინ ამოქმედდა და ახლა გამართულად მუშაობს. წლიდან 12 დეკემბერს გაეროს ანსამბლეამ საფუძველი ჩაუყარა დღევანდელ დღეს აუტიზმის ცნობადობის ამაღლებას საზოგადოებაში. აუტიზმი არის ზოგადად თავის ტვინის ნეირობიოლოგიური დარღვევა, გამოხატულია ძირითადად კომუნიკაციის ნაკლებობაში და ჩვენი მიზანია ხელი შეუწყოთ ბავშვების ინტეგრაცია საზოგადოებაში, გავაუმჯობესოთ მათი ფუნქციური უნარები, აკადემიური უნარები, სოციალური უნარები და ხელი შეუწყოთ ინტეგრაცია. სამწუხაროდ არის მზარდი სტატისტიკა, გამოწვევები არის, სირთულეებიც ახლავს თან, რა თქმა უნდა, მაგრამ შრომის პროცესში, როდესაც ჩართულია სპეციალისტი, ჩართულია მშობელი, დღის ცენტრი, სკოლა, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება და ბავშვიც იღებს იმ მომსახურეობას, რა მომსახურებას სჭირდება ამ ეტაპისთვის, შედეგები უკვე მიღწევადია. აქვთ ქცევის დარღვევა, ჭირდება ქცევის მართვა, აქცევის მართვის სხვადასხვა სტრატეგიების შემუშავება, მშობელთან ურთიერთობა, დედმამიშვილებთან ურთიერთობა და ზოგადად საზოგადოებაში ურთიერთობის პრობლემები არის. ბავშვები იყვნენ, ვისაც მეტყველების სირთულეც ჰქონდა, იყო ქცევა მოსაწესრიგებელი, ანუ იმდენად ისეთი პროცესები ჰქონდა, რომ მაგიდასთან ბავშვის დაждომაც სირთულე იყო და ახლა უკვე მაგიდასთან ვზივართ, აქტივობებსაც ვასრულებთ, დავალებებსაც და შესაბამისად ჩართული ვართ საგაკვეთილო პროცესში. აღმოჩენის შემთხვევაში შეუძლია მშობელს, რომ მიმართოს ნეიროგანვითარების ცენტრს, ჩაატაროს შეფასება, ანუ კვლევა ჩატარდეს, ამ კვლევის საფუძველზე უკვე როდესაც ბავშვი შეფასებულია და მიმართულება აქვს, რაც შესაძლებლობა აქვს მშობელს და მთავარია мотиваცია ჰქონდეს, რომ არ დავნებდეთ და ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს მდგომარეობა არის და არა დიაგნოზი, რომ მაქსიმალურად სპეციალისტების ჩართულობით, მშობლის ჩართულობით, რეაბილიტაციის პროგრამით ერთობლივი ჯაჭვით შეგვიძლია რომ შედეგები დავდოთ. ანუ მართვადია. გააჩნია ხარ ამ მდგომარეობა არის და ზოგადად მართვადია. შესაძლებელია ანუ მუშაობის პროცესში, ახლა ჩვენ რასაც შევხებივართ და იყვნენ ბავშვები რთულიც, ძირითადად ყველა რთული ბავშვია. კვებითი პრობლემაც ჰქონდა, სენსორული პრობლემა, თავისთავად, ანუ ახლავს აუტიზმს, თან ახლავს და სტრატეგიები მე უკვე რაც არსებობს, რომ უნდა გვჭირდება განრიგი, დღის რუტინა, რა უნდა ვიცოდეთ, რომ როდის რას ვაკეთებთ, წინ და წინ მომზადებულები უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ რა გველოდება და რა არის შემდეგ უნდა გქონდეს. უყვართ ერთი და იგივე გზით სიარული, სტერეოტიპული ქცევები აქვთ. ადრეულ ეტაპზე არსებობის პერიოდში ეს ყველაფერი არ ჩანს. ვლინდება 3 თვიდან 36 თვემდე. და შეიძლება კიდევ მერეც და 3 წლამდე, როდესაც უკვე სადიაგნოსტიკოდ შეიძლება, როცა ბავშვს არ აქვს თვალით კონტაქტი, არ რეაგირებს სახელზე, არ მეტყველებს, აქვს შეფერხებული რაღაც დარღვევების ფონზე, შეიძლება უკვე რომ ნიშანი იყოს, რომ მიმართოს სპეციალისტთან შეფასება გაკეთოს. როგორც ასეთი, რომ რის განმოდის, არ ვიცით. მეცნიერები იკვლევენ დღემდე და ამბობენ, რომ არის თავის ტვინის ნეირობიოლოგიური დარღვევა. გუნდურობა, კომუნიკაცია, ურთიერთობა, გარემო, თვითონ ადამიანები, ბავშვებთან ურთიერთობა, ეს ყველაფერი ერთად ქმნის ერთ დიდ ოჯახს.
და იმედის მომცემია ალბათ ჩვენთვისაც და მშობლების თვალითაც დანახული აქაურო. მე-7 წელი უკვე რაც ორიანში ვარ, ბევრს სწავლობ, დღითი დღე ვითარდები, მეხმარება როგორც ორგანიზაცია, ასევე ბავშვების გამოწვევები, რაც ყოველდღიურად პრაქტიკაში გვხვდება, ბევრს ვსწავლობთ ერთად ვიზრდები. შედეგი მიღწევადია, დიდი ძალისხმევა ჭირდება, შრომა, პასუხისმგებლობა, რომ რაღაცა მიზანი რო გვაქვს დასახული, რომ ეს მიზანი რეალობად ვაქციოთ, მშობლის მოლოდინი გავამართლოთ. ხელი შეუწყოთ თვითონ ბავშვის განვითარებას, რო ხედავთ ბავშვისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯს, თუნდაც მცირედი პატარა დოზით, ეს მშობლისთვისაც დიდი ბედნიერება არის, ჩვენთვისაც მამოტივირებელი ფაქტორია, რომ უფრო მეტ ბრძოლის უნარიანს ხვდის, რომ კიდე თითო აგურის მშენებლობით ბოლოს მაქსიმალურ შედეგამდე მივიდე. საგზაო უსაფრთხოება ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. კანონმდებლობის გამკაცრების მიუხედავად სტატისტიკაში კლების ტენდენცია არ ისახება. გასულ წელს 2023-თან შედარებით ავარიების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაზრდილია. 454 გარდაცვლილი და 7600 დაშავებული. როგორც გაეროს პროექტების ექსპერტი გელა კვაშილავა სპექტრთან ამბობს, ერთ-ერთი საპრევენციო რეკომენდაცია და მოწოდებაა დიდ ქალაქებში დაშვებული სიჩქარის კიდევ უფრო შემცირება, დარღვევებზე ვიდეო მონიტორინგის გამკაცრება და კამერებით კონტროლის ქულათა სისტემაზე მიბმა. ექსპერტი პრობლემის კომპლექსურობაზე საუბრობს და აღნიშნულთან ერთად აქცენტს საგზაო ინფრასტრუქტურის გამართულობაზეც აკეთებს. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ 452-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალება საქართველოსთვის დიდი ციფრია და მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა აგრეთვე, რომ ის პრობლემები, რაც ამ სფეროში არსებობს, მოითხოვს გადაწყვეტას როგორც ცენტრალურ დონეზე, ისე ადგილობრივ დონეზე და ამ მიმართულებით უნდა არსებობდეს კონკრეტული საგზაო უსაფრთხოების პროგრამები ადგილობრივ დონეზე, იგივე რაც შეეხება მაგალითად ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის სიჩქარის მართვა, ხომ, მენეჯმენტი, სწორი, როცა ჩვენთან ჯერ კიდევ მაღალია +14-ია 15-ია ტოლერანტობის დონე, ანუ მაგალითად თუ არის სიჩქარე 30-40 ან 60 +15, ხომ ეს დიდი ხანია მოდის და ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. ქალაქებში არის ურბანულ ზონებში განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სადაც საჯვარედ დინების მოწესრიგება, რადგანაც ხშირი არის მაგალითად ქალაქებიდან ინფორმაცია, როცა ქალაქებში ხდება შეჯახება ქვეითთან ან სიყვაზე ველომოყვარულთან და პირველ რიგში რაც უნდა აღვნიშნოთ, რომ სიჩქარის მართვის გაუმჯობესებასთან ერთად ინფრასტრუქტურას უნდა მოწესრიგდეს, იმიტომ რომ ზოგჯერ არის ისეთი სიტუაციები, როცა მსხვილსაც, ქვეითსაც ექმნება პრობლემები გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო ქალაქებში და ეს ქმნის წინაპირობას, რომ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდეს. ამიტომ ესეთი მიდგომა სისტემური, როცა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, იგივე სიჩქარის მენეჯმენტი უნდა გახდეს პრიორიტეტი. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ისიც არის, რომ რაც შეეხება ნასვამდგომარეობაში მართვა ან ნარკოტიკული დროგის ქვეშ მართვა, ამის აღსრულება, როგორც გვია, უნდა უფრო გაუმჯობესდეს. სტატისტიკაში ჩანს, რომ გაზრდილია ეს შემთხვევები, ნასვამობასთან დაკავშირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევები და იქიდან გამომდინარე ტრავმატიზმი და სიკვდილიანობაც, ესე იგი ამ მიმართულებით არის მნიშვნელოვანი ჩარევა. ქოლათა სისტემა რაც ქვეყანაში არსებობს, რომ დაიწყო, იმის შემდეგ განვითარდა, მაგრამ ეხლა დახვეწას საჭიროებს, იმიტომ რომ ყველა ქვეყანაში, არა მარტო ევროპის, გამართული ქოლათა სისტემა მუშაობს, თუ ის არის მიბმული არა მარტო ჯარიმასთან, არამედ ქულების ეფექტურ დაკლებასთან, განსაკუთრებით სიჩქარის გადაჭარბებაზე და ეს მნიშვნელოვანია ეს რეფორმა ბოლომდე მივიდეს და ეს ჩაიდოს, რომ სკოლი სისტემატურად უარღვევს, სისტემატურად უაჭარბებს სიჩქარეს, მაშინ უნდა მოხდეს ქულების ჩამოყენებაც ავტომატურად და დაღუპვის დაფიქსირებასთან ერთად, იმიტომ რომ ძალიან ბევრია ისეთი შემთხვევა, როცა რამდენჯერმე ხდება გამეორება, ჯარიმას იხდი და ისევ აგზელებ მოსწრაფობას და ეს არ არის ესეთი პრაქტიკა სხვა ქვეყნებში არის პირიქით, როცა არ აქვს მნიშვნელობა ვინ მრავალჯერ აღოს ქართულ პასუხისმგებლობას ატარებს.